ისლამ მახაჩევისთვის ვემზადები. ჩემი მომზადება მთლიანად ფოკუსირებულია ისლამზე და ჩარლზ ოლივეირაზე. იმიტომ რომ სხვა კონტენდერებს ვერ ვხედავ. შესაბამისად ხედვაში ეს ორი სახელი მაქვს. ნაბიჯის გადადგმა არც ერთ სურს. ჯერ იძახიან რომ ჩემპიონები იმათ ებძვიან, ვისაც UFC ეტყვით და მერე იძახიან რომ ის პატარა, რომ ეჩხუბონ. წონის კატეგორია შევიცვალე და ახლაც პატარა ვარ თურმე. მერე იტყვიან რომ ეს ჯერ არ დამიმსახურებია. ეს შიშის მაჩვენებელია და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ნორმალურია. მათ ადგილას მეც შემეშინდებოდა. შეგახსენებთ რომ ტოპურიამ საკუთარი ტიტული 19 თებერვალს გაათავისუფლა, თუმცა ოფიციალურად ქართველი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონად კვლავაც ითვლება. აქვე დამატებითი ინფორმაციისთვის გეტყვით რომ UFC-ში სადაც დოპინგ კონტროლი უმაღლეს დონეზეა, 2025 წლის პირველ 3 თვეში ყველაზე მეტჯერ, ანუ ორჯერ დვალიშვილი, მახაჩევი და ანკალაევი შეამოწმეს. ილია თოფურია კი მხოლოდ ერთხელ. აღსანიშნავია ისიც რომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ყველაზე მეტი დოპინგ ტესტი მერაბ დვალიშვილმა გაიარა. მანქანა აკრძალულ პრეპარატებზე 9 ჯერ შეამოწმეს. ამავე 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ილია თოფურია 5 ჯერ შეამოწმდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები.